ნახეთ, როდესაც სასამართლოს მდგომარეთა დარბაზში მედიის წარმომადგენელი იყო და იღებდა იქ მიმდინარე მოვლენებს, იღებდა რეპლიკას, იღებდა საქმის გამოკვლევის პროცესში თვით მოსამართლის ქმედებასაც იღებდა, ეს გვეხმარებოდა ჩვენ იურისტებს, რომ არ ხდებოდა იმ დოზით საქმის ფალსიფიცირება, რომელიც ახლა დღეს მონაცემებით არის. ეს მედიის აკრძალვა სასამართლოს მდგომარეთა დარბაზში არ გადააღება, ეს კიდევ ერთხელ მოასწავლებს იმას, რომ ჩახშობილი არის მედია სივრცე, არ უნდა იქნას გაჟღერებული მძლავრად როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში მიმდინარე პრობლემები. ერთ-ერთ ნათელ მაგალითს თქვენი ტელევიზია წარმოადგენს, შიდა ქართლში, რომელიც საკმაოდ მრავალი ათწლეულია აჟღერებს და ახმოვანებს იმ პრობლემებს, თუნდაც იმ საზღვრისპირა სოფლებში არსებულ პრობლემებს, რომლებიც ფიზიკურად იქაური მოქალაქეები ვერ ახმოვანებდნენ. ამაში თქვენ ეხმარებოდით მათ და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გეტყვით, რომ რეგიონალური ტელევიზია ამით იყო დაინტერესებული, რომ მოქალაქეების გასაჭირი იქნა წინა პლანზე წამოღებული. თუმცა ნატომღაც ჩვენს ხელისუფლებას აღნიშნული არ მოეწონა და მოხდა იმ საკანონმდებლო ბაზის შეცვლა, რომელიც მედია სივრცეს მთლიანად ჩაუხშობდა მძლავრ ხმას და მოქალაქეები ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე ვაკუუმში აღმოჩნდებოდა.